მერიის მოთხოვნა ბათუმის ბულვარის მათ დაქვემდებარებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით შესაძლოა სასამართლო დავამდე მივიდეს. იურისტების განმარტებით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია უფლებამოსილ წინადადებაზე უარი განაცხადოს. იურისტების განცხადებას ბულვარის ადმინისტრაციაში უკვე უპასუხეს. დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სამინისტრომ ბულვარის განვითარებისათვის სოლიდური თანხა დახარჯა, რითაც 350,000-დან 550,000 ლარამდე გაზარდა სიპის შემოსავლები. წლიური დაფინანსება კი 6 მილიონ ლარს შეადგენს. მერიის დაქვემდებარებაში გადასვლის შემთხვევაში კი გურამ ჩიქოვას განვითარების ნაკლები მოლოდინი აქვს. მერიისათვის ბულვარის უკან დაბრუნების პირობებში ფინანსური პრობლემების წარმოშობის საფრთხეებზე საუბრობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც. დავით ბალაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ბრალდებები თითქოს ზღვისპირა პარკი უყურადღებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამ დროისთვის ტერიტორიაზე 3,5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს. კირთაძე თუ გულისხმობს ბულვარის მოვლაში, ბულვარში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებას ამ ნაწილში ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რაც შეეხება ალბათ კირთაძეს ცოტა სხვა მიმართულებები ამოძრავეს, როდესაც ბატონი ლევან ვარშალომიძე მართავდა ბულვარს ერთპიროვნულად და იზღებულობდა გადაწყვეტილებებს თუ რომელ ჯიხურივისთვის უნდა მიეცა აუქციონის გარშე. მერიის ხელმძღვანელობამ და საკრებულოს წევრებმა იმაზეც უნდა გააკეთოს აქცენტი, რომ ბულვარს ყოველწლიურად აქვს განსახორციელებელი პროექტების დეფიციტი ფინანსური ნაწილის მხრივ და მათ ჩვენ ყოველთვის ბიუჯეტ დავუმატებთ თანხებს. შესაბამისად, ბულვარის წარგების შემთხვევაში დაახლოებით 6-7 მილიონი ლარი დამატებით რესურსი იქნება საჭირო, რომელიც ბულვარს უნდა მოხმარდეს. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ დაუბრუნდეს და დაექვემდებაროს მერიას. მხოლოდ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 10 მილიონი ლარის კაპიტალური პროექტები განხორციელდა და პლუს ამას მოვლა პატრონობას დაიხარჯა 15 მილიონ ლარამდე. 7-9 წლებში რო შექმნილი იყო IP, არც მაქსიმალური შემოსავალი იყო 100,000 ლარი. დღეს უკვე ჩვენ შარშან 2013 წელს ხო 600,000 ლარი შემოვიდა გარევაჭრობიდან.